სალამი მეგობარნო, თქვენ ისევ და ისევ UG Hub-ის YouTube არხზე ხართ, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ, თორემ მე გავიწყდებათ ხოლმე. მინდა გითხრათ, რომ დღეს გვყავს ძალიან განსხვავებული სტილის სტუმრები, ფლორადან და ფაუნადან. თქვენ თვითონ აიჩიეთ, ვინ საიდან არის, დათო და ცუგოები და ლუკა კალატოზი. ბიჭებო, როგორ მოგწონთ ეს შოუ და რას ელოდებით? რამდენი ლარით გინდათ რომ წახვიდეთ აქედან? მოგესალმებით პირველ რიგში და ჩემი ფავორიტი შოუა ეს რა თქმა უნდა YouTube-ზე ყოველ საღამოს უყურებ ხოლმე როცა გადის. მადლობა. დავით? დავით ახმები ბატონის ნათქვამს და კარგი გადაცემა გამოიწერეთ. დალაიქება არ დავიწყდეთ. კი, დალაიქებაც არ უნდა დაგავიწყდეთ და ისიც არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოწინავე კერძო უნივერსიტეტია გალაქტიკაში. და წინა გადაცემის პასუხი იყო ცაციები და საკმაოდ ბევრმა თქვენგანმა გამოიცნო კომენტარებში ეს ყველაფერი და გისურვებთ წარმატებას, ჩამრთელობას, ხვალს და ბარაკას ცხოვრებაში. დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემათა. პასუხები და თომაციცის თუ მარტო მე? არა, მარტო შენ. პასუხი წერია? ხო? დიახ. ხედავ. მინდი მითხარი, აბა მესამეს პასუხი. შემოვიტოვებ. კარგი. დავიწყოთ. აუდი არის. მარტივებით ვიწყებთ. აგერ დავითი, აგერ ლუკა. არასწორ პასუხზე ერთით უკან მოდიხარ, სწორ პასუხზე ერთით წინ მიდიხარ. დავიწყეთ. დასწრებაზეა დათქვა. რავი მახინაციები ხო არა? ხელი შემიძლია რომ აქ გქონდეს უკვე? ხელი შეგიძლია მან გქონდეს. რამდენი გული აქვს 8 ფეხას? 3. მე ვიყავი მე. ეს იყო პირველი, ამიტომ ლუკამაც 3 იყო, 3. ლუკა მე წაიწევს მე ვიყავი პირველი. როგორ გავიგეთ ვინ იყო პირველი? ან დავინახეთ იქ შესანიშნავი ჟიურიზის და ხედავს ყველაფერს. მართლა? შენ თუ ეგრე წამოიძახებ და წამოაყრანტალებ, ლუკა წაიწევს. მე არ ვიცოდი თან შემდეგი ამაზე შეკითხვა. პასუხი ხო? საიდან აფრინდა გნოლი? რა აფრინდა? ყორღანებიდან. ვერ გავიგე. საიდან აფრინდა გნოლი? საიდან აფრინდა ნოლი გავიგე, მეთქი რა ნოლი. მობილიზდი. თან უნდა უსმინოთ ამ ყველას. შეგიძლია იმასთან დადგე თვითონ ბიდონთან ახლოს. ბიდონთან კარგი. ამისკენ უნდა მოწეულიყავ. ლუკა. ინდური ტრადიციული სამოსი. რომც ვიცოდე არ ვიტყოდი ამას. ინდური ტრადიციული სამოსი. დაფიქრების დრო მაქვს. მიდი ნოღზე ხარ მაინც. რა ჯითუ ბოლოს კარების იქით იყო და ჯითუ ბრალია კაცო თვითონ. დრო მაქვს დაფიქრება. კი, ნახე. ინდური ტრადიციული სამოსი. კი? კი არ არის, სარი იყო, სწორი პასუხი. შემდეგი შეკითხვა. თუ ბაყაყს მოუკლავთ, რა მოხდება? აი მე აცილა. გაწვიმდება. გაწვიმდება. გაწვიმდება თუ გაწვინდება? გაწვიმდება. გაწვიმდება, სწორია. ლუკა ძალიან წინ არის უკვე, დავით. მობილიზდის რო გეუბნები შენი აზრით რას გულისხმობ? მობილიზებული უნდა ვიყო. მობილურზე არ დარეკო არავისთან. კაი, შემდეგი შენია. სიმართლეა თუ არა, რომ ელვა ერთი და იმავე ადგილას არ ეცემა? ტყუილია ისევ არ ტყავს. და დავითი ჩაერთო დღევანდელ ხოროთქვისში. ეს ეხლა დასაკარგი ლარი გაქვს დასაკარგი. მოიცა, კითხვა, ბოლოს ვინც მეძე იქნება, იმას უხდი თუ ორი ეს? ვინც მეძე იქნება, ამიტომ ის ხენი რა ქვია. ხო არ გინდა ვინმე შემოვიდეს დაგიჭიროს ეგ და იმან დააჭიროს ხოლმე. შენ დამიჭერე? 20 100 ლარია. ეხლა 50-ზე უნდა ახვიდე აუცილებლად. ფოთოლცვენა თუ ფოთოლცვენა? მე გრამატიკაში ძალიან ცუდი ვარ. პირველი. მითხარი პასუხი. ფოთოლცვენა. ფოთოლცვენა? თუ აღარ უნდა დაიჭი გინდა ფოთოლცვენა? ფოთოლცვენა თუ ფოთოლცვენა? ფოთოლთი არ ვიცი რა არის, ფოთოლი ვიცი და ფოთოლცვენა იყოს. დავით კარგი ბიჭი ხარ, დავით რა თორი, კარგი ბიჭი ხარ, ცაცა. ხანდახან დავშალ, ფოთოლთი არ არსებობს მეგობრებო. კარგი ბიჭი ხარ. კიდე კაი პორტალი გავუთეკით. შენ მართალი ხარ. მადლობა. შემდეგი შეკითხვა. რა არის წყლის ქიმიური სიმბოლო? წყლის. წყლის, მარტო წყლის. არ ახსოვს. ხაშორი. იქნებ არ დაუსრულები ადამიანს ჯერ. დაასრულა, დაველოდე. დაველოდე და ხაშორი დაასრულა. ომეთქი. ძალიან დაგვიანებული იყო. აი, მოყურე თვალებში, მაგრამ შემდეგი შეკითხვა. რატომ მითხარი მარტო წყლის? ვამბობდი ხაშორიო. რა ქვია 4 წლიანი უმაღლესი განათლების პირველ საფეხურს? ბაკალავრი.
და თქვენ შეგიძლიათ საქართველოს უნივერსიტეტში კერძო წამყვან უნივერსიტეტში ისწავლოთ ბაკალავრიატზე სრულიად უმაგრესად. მოიცა, ერთი წამი. ბაკალავრიატია. ჰაშორი რო ჩავიდა. ბაკალავრის დიპლომი. ბაკალავრიატია. სწორია, ეს ძალიან კარგი ბიჭია, გამოიწერეთ დავითის და ცუგოების არხი. რამდენი ნული აქვს სექსტილიონს თუ ამერიკაში ამ ასაკიდან შეგიძლია შეიძინო ალკოჰოლური სასმელი? რა? ამერიკის ყველა შტატში არ არის ეგ. ანუ სხვა შტატებში სხვა ასაკიდან შეგიძლია. ლუკა, გაიგე? ელოდები. კითხვის ფორმულირება არის არასწორად. ჩამომითვალე რა შტატებში რა ასაკიდან შეიძლება და მაგალითად, კალიფორნიაში არის 18 და ტექსასში არის 21. ანუ 21-იან 18-იან. ძირითადად რომელიც არის მე მაგას გეკითხები. მაშინ 21. რამდენი იტლიკინა რომ აი იმენა ჩემი ტვინი ვერ დაეწია კითხვის პროცესირება ვერ მოახდინა სწრაფ. სექსტილიონი რო ვთქვი სხვაგან წახვედი, ხო? ხო, როგორც იცის ხოლმე. ნოტილი აი. ხო. კარგი, შემდეგი შეკითხვა. ვინ არიან ავტოსექსუალები? თვითონ დავითვა იცის, იმიტომ რომ თვითონ არის. მანქანები რო უყვართ. ვაუ. ჩაოხვედი. ქვემოთ. ლუკა, ვინ არიან უთხარი ავტოსექსუალები? მოპედები რო უყვართ. რა გჭირს? არა, ჩემი არის თოლება. კარგი, კარგი. თავისთავად რო უყვართ? ეგ ხო ასექსუალია. არა, ასექსუალია ზოგადად რო არა აქვს ისეთ უმობა. აი, სადავიბენი. თორე არ ვიცი ეს მე. ვიცოდი, თო აღარ ვიცოდი. შენ რომელი ხარ? ჩაოლებრივი სექსუალი რომელია? ჩვეულებრივი სექსუალი. დავითი, გამოიწერეთ Instagram-ი. შემდეგი შეკითხვა. ყუილია თუ მართალი? ფარშევანგს ისეთივე ლამაზი ხმა აქვს როგორც ვიზუალი. არა. რა არა? არა. ყუილია? ვის ეკითხები გააჩნია? და ეს სწორი პასუხია, ფარშევანგს აუტანელი ხმა აქვს, საშინლად ვიღაცას აუტანელი იქნება ხმა. მოწონს. არავის არ მოწონს. განიკერძებული პასუხია. შედით, გადადით ფარშევანგის 3-2-ზე ვართ. ხო, ანუ საშინელი ხმა აქვს, ეხა ნახავთ თქვენ თვითონ. ჩათ. კაი, შეწუხდა ადამიანი. გავთიშოთ რა. აუ, всё? აუ, ჩემი. კარგი, შემდეგი შეკითხვა. ჯერჯერობით კარგად დგახართ. რა ფორმა აქვს ეგვიპტურ პირამიდას? თუ გეტყვით რომ არ დამთავრებულა კითხვა? არა, მაგრამ უნდა გამცე პასუხი. თუ აჭერ და აჭერ, მეც დავაჭერ ეგრევე რა, პასუხი არ იცი. ხო, სამკუთხედი არ არის. არ არის. პრიზმა, ძმა. პრიზმა. პრიზმათან იცის როგორიცაა. კარგი. პრიზმა ვიცი როგორიც არის, კითხვა იყო ესეთი. რა ფორმა აქვს ეგვიპტურ პირამიდას თუ ზემოდან დავხედავთ? და ამ შემთხვევაში რა პასუხი გექნებოდა? ოთხკუთხედი. კვადრატი. წახვედი უკან პრიზმა. და პრიზმა 100 ლარის ჩაგიარა გვერდზე. შემდეგი შეკითხვა დავით, უნდა დაეწიო აუცილებლად. ყოველდღიურად ადამიანი გამოყოფს დაახლოებით 1 ლიტრს. რა არის ეს? გამოყოფს. წყალი. არასწორია ეს პასუხი. მე ხო არ ვიცი პასუხის გაცემა. შენ არ გიწევს პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ლუკამ მაშინ ფისი. აი რა იქნებოდა თქვენი აზრით? არა, მე პასუხის გაცემა არ მიწევს, არ ვიცი. ოფლი არ არის სწორი პასუხი. ფურთხი. და სხვათა შორის ეგ სწორი პასუხია. ფურთხი, ნერწყვი. ნერწყვი არის სწორი ოფლი პასუხი. მხოლოდ მეციდია, მაგრამ მე მივხვდი. ლუკა ჩამოვიდა სამწუხაროდ ქვემოთ 50 ლარზე. ხო, ჩემთან ერთად ჩვენ ყოფნა ბიჭებო უკვე 13 შეკითხვა გავიარეთ. ვერ ვიგებ. 13 არის, ბიჭო, რა თული თამაშია. 13 შეკითხვის შემდეგ არის 50 ლარი, 50 ლარი. გთხოვთ, მობილისტეთ. ეს ძიძგილაობის ამბავია თორე, ხო ხთებით. დავით. ეს შენ უნდა გამოიცნო ახლა. რა ერქვა გემს, რომელმაც პირველად გამოიყენა SOS სიგნალი? რა ერქვა გემს, სოსოერ. რომელმაც პირველად გამოიყენა SOS? აი ეს ჩაუწევ და SOS. მე რა ვიცი. ანუ აი რომელი გემი გამოიყენებდა? სოსი.
რა ვიცი, რომელი გემი გამოიყენე. ბიჭო, აი ხო, აი რომელი გემი. ლოგიკურად პროსტა, რო ტიტანიკი იქნება. აი რომელი. მაგ ტიტანიკამდე აღარ გამოიყენა, არა. საღოლო. მაგაზე იყო კითხვა. ტიტანიკი ხა კი ვიცი, დიდი პირველი გემი იყო, რომელიც ჩაიძირა ტიტანიკი. გაჩერდი შენ, ბიჭო. კაცი გავიდა კადრიდან, აი გავიდეს ერთი, რაო. არა უშავს. შემდეგი შეკითხვა. რომელია ყველაზე გრძელი მულტსერიალი? სიმპსონები. კითხები. აბა რა, დავით. 100 ლარით 20 ლარი. ლუკა, იქნებ გამოიწრო. სცენარი. თუ გამოიწრო, თქვენ ვისკენ არის წამყვანი, აბა ამ გადაცემიდან. შემდეგი შეკითხვა. ეს შენ უნდა გამოიცნო. მას ულვაშებით შეუძლია სიბნელეში გზა გაიგნოს. დავითი სულაც არ სჭირდება ულვაშების გასაპარსად. რა თქვი? ვითი ხო იცი რაც არის? დავითი? ეს დავითი გავიგონე. მას ულვაშებით შეუძლია სიბნელეში გზა გაიგნოს. და ვითი სულაც არ სჭირდება ულვაშების გასაპარსად. თხუნელა? არა. ულვაშებით ეს არასწორი პასუხია. რატო? დავითი არ ნახე, დავითი იყო მინიშნება და დავითთან რა შეიძლება რომ იყოს იქ? დავითი და გოლიათი რა გჭირს. სიბნელეში ძაღლი ვერ ხედავს, კატა ხედავს. მას ულვაშებით შეუძლია სიბნელეში გზა გაიგნოს. ხედავს თქო და ოსურს ეკლავს თქო არ მithქვამს. და ვითი სულაც არ ანუ დავითი არ სჭირდება წერების გასაპარსად. აი დებილი კითხვა იყო. როდის შემძაღლებს? ძალიან კარგი კითხვა იყო, აჩი მანიშნებს აქ. მეთქი რა დებილურად დასვა მძიმე მეთქი. ხო კი. დაგვიწერეთ ისე რომელი კითხვა მოგეწონებათ ხოლმე ყველაზე მას როგორ ვერ გავწდი ბიჭო? კაი, გეჭიროს ეგრე იქნებ რა ვიცი, აბა. მე-17 შეკითხვა. ნელ ჯერჯერობით ბოლოსკენ გავდივართ, ჯერჯერობით რა უკვე ბოლოსკენ გავდივართ და რთული შეკითხვებია დარჩენილი და რთულები უფრო კარგი. ჯერ არ ყოფილა ისე რომ სტარტზე ყოფილიყო ორივე მონაწილე. აბა, შემდეგი შეკითხვა. დაასახელეთ ერთადერთი ქვეყანა, სადაც დელფინის ხორცს მიირთმევენ. რა შეკითხვებია? მე რა იქნები 20-ზე, აბა რა იქნება? აბა, დავით, ისლანდია? როგორი? ისლანდია. დასაწყისი და ბოლო 200 სწორია, როგორ? ირლანდია? დააჭირა უკვე იმად. ირლანდია? რა გინდათ? სამ დააჭირდა მაგალ უპასუხე. ეს არა, კაცი ჩემი არ იქნება. რატო არ დაელოდეთ მინიშნებას? მინიშნებაც მქონდა. სად იყო მინიშნება? და მინიშნებას უნდა მეთქვა მე, მაგრამ დააჭირე ეგრევე და არცაცი არცაცი. ძიმეები თუ არის მაკითხებში მე რა ვიცი. ეს პასუხი დაწერეთ თქო კომენტარებში ვერ გაკადრებთ, იმიტომ რომ ყველა ასო ვთქვი ფაქტობრივად და ეს იყო იაპონია. და იაპონიაში მიირთმევენ დელფინის ხორცს. არ უხდება დელფინის ხორცს რომ მიირთმევენ, მაგრამ ნუ რას ვისამთ. შემდეგი შეკითხვა. ფეხბურთში ოპა ეს ჩემია. ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი დაფიქსირდა ამდენ ხანში ეგ უნდა თქვათ. ოღონდ ნახე, ამ შეკითხვას მოდი გაჩუქებთ. და ორივე 50. ორივე მითხარით თქვენი დრო და რომელიც ახლოს იქნება, იმას ავწევს ზემოთ. და რომელიც შორს იქნება არ ჩამოვა ხო სტარტზე? არ ჩამოვა სტარტზე. ფეხბურთში ყველაზე სწრაფი 27 წამი. 27 წამი. პირველივე წამზე რაღაცა ცუდი გააკეთეს. პირველი წამი? რაღაცა ძალიან ცუდი ქრეს. სწორი პასუხია 2 წამი. ვა. და რა გააკეთეს? დაარტყებს საჯს? არა. სასტვენი რო ჩასტვინა იმან საჯმა ფეხბურთელმა თქვა fuck me that was loud. და საჯმა თავის თავზე მიიღო და fuck me that was loud ესე თქვა? ხო. და ჰეტეროსექსუალი იყო საჯი და ეგეთ რაღაცას მე არ გავაკეთე. კი ბატონო. დავით. Oh, yes. ილოცავ 50 ლარზე ხარ. ეხლა კითხვები რო გართულებულია, მინიშნები მე არ მაქვს, მაგრამ შევესწრები მიგანიშნოთ, რომ ძალიან ქვემოთ ბანაობთ და იქნებ ზემოთ აი. ეხლა ავალ 200-ზე. კი, ეს შენთვის არის ეს კითხვა. ზღვის კუები ამას იქ აკეთებენ, სადაც დაიბადნენ. რაზეა საუბარი? შობიარო. სადაც დაიბადნენ. ანუ უფრო რა დააკონკრეტო? ანუ ქვიშაში. შობიარობენ სანაპიროზე? სანაპიროზე იმადებიან. ანუ დააკონკრეტო რა რაც ვერ დავაკონკრეტებ, აქ შობიარობენ, PG არის ეს არხი. ხო, სწორი ხარ, მაგრამ მინდოდა რომ დაგეკონკრეტებინა, რომ მე ეგეთ უზდელობებს არ ვიცახი. 100 ლარზე ახვედი, ჩემო დავით. ბრავო.
ძალიან კარგად მიდიხარ. ეხმარება ჩა. გამოფხიზლდი. არა, მე ჩემი გავაკეთე უკვე. შემდეგი შეკითხვა. რომელ ცხოველს აქვს ადამიანის მსგავსად უნიკალური თითის ანაბეჭდი? მინიშნებებსაც დაელოდეთ ხოლმე, თქო, წეღან ვიწერ. სულ აჭერს და ფიქსის საშუალება არ მაქვს და მინიშნებების საშუალება. კარგი, ამ შეკითხვისთან შეგიძლია შენს დააჭიროს, ანამის პასუხს გასცემს და შენს გექნება პასუხის გაცემის საშუალება. აჭერ? ოღონდ მინიშნება გითხარი ჯერ. բայց როგორ ვერ მივხვდი რა წესი დავამატე? არაფერი, შენ კარგად ხარ აქ, მე უცბად მივხედავ ლუკას. თითი, კონკრეტულად თითის ანაბეჭდი? ნახე? რომელ ცხოველს აქვს ადამიანის მსგავსად უნიკალური თითის ანაბეჭდი? ანუ ადამიანს ხო უნიკალური თითის ანაბეჭდი აქვს ყველას. თითები პრიმატზე იქნება საუბარი. მაიმუნი ხო არა. ჩიმპანზე. მოპრიმატო რაღაცაზე, რომელიც გაავს თან, მაგათ? და ხეზეც შეუძლია? რომელი რა პასუხი მითხარ? ჩიმპი. ჩიმპი. ჩიმპანზე. ჩიმპი. ლუკა, აჭერ? ორანგუტანგი. ლუკა არ აჭერს? რატო? ჩამოითქვევდი, იმიტომ რომ ეს იყო კოალა. აუ ვიცოდი ესეთი მარტივი, ეს იყო ალიონი, ესეთი მარტივი პასუხი ჰქონდა ამ შეკითხვას. დავით, ნუჩქარობ. ხო. დაელოდე შეკითხვას და შეგიძლიათ ორივემ დააჭიროთ. მინიშნებას დავულო. ორივე დაჭერა რისთვის არის? ნახე შენ რო დააჭერ. თუ ვერ გაიცი, მე მე გავცემ. და იმან ვერ მოასწრო დაჭერა. სანამ შენ პასუხს გამცემ, იმან თუ დააჭირა, იმასაც ექნება პასუხის გაცემის საშუალება. ხო, უკან წავარონა. აუ დასწრებაზეა თქმა. დარჩენილია სულ რაღაც 5 შეკითხვაა დარჩენილი. არის შანსი. 1 2 3 4 5. 400 არის სულ მინდოდა. კარგი. დაასახელეთ, ეს არ მგონია რთული კითხვა იყოს. დაასახელეთ ადამიანის ერთადერთი ორგანო, რომელსაც რეგენერაციის უნარი აქვს. ღვიძლი. კითხარი დავით. მე მინიშნებას მქონდა, მე ხვდები ალბათ. კი, ვიზე იქნებოდა დაახლოებით. დაწერეთ კომენტარებში მინიშნება, ვიზე იქნებოდა. შემდეგი შეკითხვა. ჩასვი გამოტოვებული სიტყვა. ანუ ამ სიტყვის მაგივრად ვიტყვი რაღაცა. აი ესე ვიტყვი. და მანდ უნდა ჩასვათ სიტყვა. ინდოეთის რაღაცა სიგრძე იმდენად დიდია, რომ დედამიწას 117 ჯერ შემოუვლიდა. გარშემოწერილობის პერიმეტრის? აბა ზუსტი სიტყვა მითხარი. აჭერ ლუკა შენ? პერიმეტრი არ არის? ლუკა დასაკარგე მე მინიშნება მაინტერესებდა და არ მაცდის ის. პერიმეტრი. პერიმეტრის გარშემო რაც არის? საზღვარი. საზღვარია. საზღვრის პერიმეტრის, კი ბატონო. რამდენჯერ? 117 ჯერ. 117 ჯერ შემოარტყავს დედამიწას წრეს. პერიმეტრი ერთი ქვეყანა. რატო ამცირე? 117 არ გამიგონია. ლუკა ჩამოვიდა სტარტზე. მე 117 საწრი ვერ გავიგე. არ შეიძლება ჩვენ გააცემაში. მოუსმინო ისე რომ ვაჭერ. ბულინგი და დამცირება არასოდეს არ იქნება წახალისებული. დავით, სტარტზე ჩამოვიდა აი ლუკა. ეგრე წახალისებული კი არა. შენ პერიმეტრი თქვი და ჩამოხვედი 50 ლარზე. სწორი პასუხი იყო. არ ვიტყვი რა იყო სწორი პასუხი. სიგრძე აბა სხვა რისი უნდა იყოს. მეგობრებო, სწორი პასუხი აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარებში და მე შემდეგ გადაცემაში დაგლოცავთ ისევ სწორი პასუხის ავტორებს. ეხლა მე დავაჭერ, აღარაფერი მაგ დასაკარგი. რისთვის გადაეცა ოქროს медаლი განათლების სამინისტროსგან პელეს? განათლებისთვის, რა თქმა უნდა. ძალიან მარტივი ის იყო კითხვა. აი რა ქნა მაგ განათლებას. სკოლები ააშენა. ბრაზილიაში. აი კიდე უფრო რო დააკონკრეტდე. განათლების მიზნით ააშენა სკოლები. აი რაღაცა შექმნა და რა შექმნა კონკრეტული. ფეხბურთი. კარგი. ლუკა ჩამოვიდა, პელეს გადაეცა წიგნისთვის მე პელე, ეს წიგნი დაწერა და ბევრმა ადამიანმა ამისათვის ისწავლა კითხვა, რომ ეს წიგნი წაეკითხა. მე ენაზე ვიფიქრე, ენახო არის სწავლა ვინმე. შემდეგი შეკითხვა და უკვე ბოლოსკენ გავედით. ეს საკმაოდ ნაცნობი სპორტია ამერიკაში. თურმე წყლის ქვეშაც არსებობს, მაგრამ არ ვიცი იქ ქვემოთ რამდენად მოახერხებენ ჩხუბს. ჰოკეი. რატო? იმიტომ რომ ჰოკეის ჩხუბობენ. ცალკე ჩხუბის ისა აქვს, თაიმი აქვს. ლუკა, შეგიძლია დავაჭირო? გამოიძრო. მაგარი. Yes, 100-ზე ვარ ისე. მაგარი გამოვიდა. ორი კითხვა დარჩა, მითხარი 200 ლარი მინდა. ერთი კითხვა დარჩა, მაგრამ დაგიმატებ, რამე კითხვა იმას ვიზავ. თუ ამას გამოიწვევ, გამოვიძრე 100 ლარი. 25 მარტივი მაქვს.
25 არის ჩემი საყვარელი კითხვა. ყველგან ისმევა თუ რატო? ჩემი საყვარელი კითხვაა ახლა. იდეაში ეს კითხვა აღარ უნდა დამესვა, ანუ ეს გადამწყვეტი კითხვა უნდა ყოფილიყო რა. გადამწყვეტი არის მე 200-ს მოვიგებთ. მაგეთ ჯიბეში ჩავიდე. მე მაინტერესებს ამ 25 კითხვიდან რამდენს უპასუხა დავითმა. სწორად თუ არასწორად? არა, ერთი 4-ს და უპასუხა. ბოლო კითხვა ღევანდელ გადაცემაში. დავით, მობილიზდი, კარგად მოусმინე შეკითხვას. შეკითხვას კარგად მოусმინე. საქართველოში ეს ყველაზე პოპულარული შავ ფერშია. მაგრამ თავასარი. არ მაინტერესებს. თავასარი. მაგრამ სამყალი. დავით, გაგზელებათ მოусმინე. მაგრამ ჯიბეში ჯიბიდან გეძახი. არა 1, არა 2, არა 3, არა 4, არა 5, არა 6, არა 7, არა 8, არა 9, არა 10, არა 11, არა 12, არა 13, არა 14, არა 15, არა 16, არა 17, არა 18, არა 19, არა 20, არა 21, არა 22, არა 23, არა 24. არამედ 25. რა არის პასუხი? შეკითხვას გაგიმეორე. ხო გავიმეორე. საქართველოში ეს რაღაც შეიძლება ჩავიხედო. ყველაზე პოპულარული შავ ფერშია. მოდი შევამოკლებ. მაგრამ არა 1, არა 3, არა 23, არამედ 25. ისმენ. ჩემი არის სმის, ჩემი ბაზერი არის სმის, თუ რა? დევი. და სრული პასუხი რა არის? 25 შავი. და დევი იყო სწორი პასუხი, მეგობრებო. კითხვას ვიც დააკვირდით. დავაჭირე 700-ს რა პასუხი გაქვს ლუკა? 25 შავი დევი რა უნდა, კაცო? და ეს სწორი პასუხი იყო, აი კითხვას თუ დააკვირდით, საქართველოში ეს რაღაც ყველაზე პოპულარული შავ ფერშია თქო რა. ეგრევე მივხვდი რომ დევი იყო, მაგრამ არ დამაცადა. და ლუკა სადაა კაცო? ჯიბეში. სად არის? უბეში. ой, აი ლუკა ამოწიოთ ზემოთ, იმიტომ რომ ლუკასაც ჰქონდა სწორი პასუხი და ასევე დავითმა გამოიცნო ეს შეკითხვა. დავით, ეს 25 შეკითხვა არ უნდა დამესვა, მაგრამ 25 შეკითხვა როგორც ხედავთ 25, აი ესეთი წამყვანი ყავს რა. თუ მე ვარ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დავით გილოცავ 150 ლარს. შევეცდები, ვიჩალიჩებ, რომ ძალიან გინდოდა შენ 200 ლარი და 200 ლარი ჩავარიცხინო შენთვის. ლუკა აქ დასრული ხარ? თუ ეგეთი ხუდია? კარგი მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ UG Hub-ის YouTube არხი და თქვენ ნახავთ კიდევ სხვადასხვა კონტენტებს, აქ ნელ-ნელა რაღაცებს ვამატებთ და კომენტარებში აუცილებლად შეგვაქეთ და დავითის Instagram-ის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. აბა კარგად.